შენთან დაიბუდა შენ სალერსში დავიღლები ქუჩები გაქვს ავსემუდამ გოგონებით ყვავილები ხელა გაშლილი ლაღადად გახარ თავ მომწონე მასპინძელი ადვილია შენი ნახვა დავიწყება არისნელი ადვილია შენი ნახვა დავიწყება არისნელი ქუთაისო ჩემი ერის ჩემი ქვეყნის ლაზატი ხარ საქართველოს ბედნიერი გემრიელი ქალაქი მაგარი სიმღერა თავხედები ვარ ახამას რომ გერით ჩვენ საქართველოს ბედნიერი გემრიელი ქალაქი აქ ბაგრატის ხივი ელავს აქ გელათი ნისლში წურავს აქ დავითმა სულ პირველად კლავი გაიმამაცურა აი სიტყვა მამაცურა გაიმამაცურა სულ მაისი სურნელი აქვს საფირონი მოაქვს რიოს შენს ქუჩებში უმღერია აკაკის და გალაქტიოს შენს ქუჩებში უმღერია აკაკის და გალაქტიოს ძალიან ლამაზია გუნდი რომ ღერის საოცრად რა კარგია რა წარმოვიდგინეთ რა კარგია როცა გუნდი მღერის მაგ სიმღერაში ურევია ერთი ჯადოსნური სიტყვა ქუთაისო ჩემი ქვეყნის ლაზათი ხარ და მე ძალიან ვეთანხმები ამ სიტყვებს ხვებსაც მაგრამ მაგას განსაკუთრებით მართლა თუ რამეა ლაზათიანი სიყვარულიანი სითბოიანი სილამაზიანი დამამშვენებელი, შემამკობელი, ყველა სიტყვა მემეტება ეწიანი, მომწონე, ყველაფერი მემეტება ქუთაისის. მაგარი მომენტი არის, რომ ეს ტექსტი დაწერილი არის გურჯაანელიდან ჩემო ბატონო იოსებ ნონეშვილის. აბა? იშვიათი შემთხვევა ტექსტით და მუსიკაც რო არ მეს ძალიან ლამაზია. ჩვენ დღეს მოგრძალებულად, მაგრამ ძალიან სახასიათო სადილი გვაქვს ბჟიტი ტყემალში, ნინო მოინდომა ახალი ტყემლით გააკეთა ბჟიტი და ვარქვით, მაგრამ სინამდვილეში კვატა იყო კაი მოზდილი, ნათია მერიშოვა ბჟიტი, ჯერო რა დროის ბჟიტიაო გაგვიბრაზდა ქალბატონი და ბუხანკა პური, სულ ესა ზურას ჩამოტანილი გადასარევი ღვინოს, ზურას ვაქებთ ტელევიზორში, ზურას ღვინოს ვუქებთ ყველას, მაგრამ ორ ბოცაზე გაჩერდა ჯერჯერობით, მეტი არ მოგვიტანა. მე დღეს დაჟილი ვარ ჭიქა არ მაქვს. უი შენ გენაცვალე. გავაგეკადრება. ვიმღერო მარტო. მე შემიძლია დაგითხრა ჩემი ჭიქავისაც. გური ძალიან ძიმე ხანწყობაზია ბოლო 2 დღეა. მის სიმღერებსაც ეთყობა ნაღველი შემოეპარა ექიმმა უთხრა არ დალიო. ო ექიმემა ეგრომ გავიგე მაგიტომ გავაჩერე ორ ბოცაზე. მიგიხდნენ ხო გურო? მუხანათობას მიგიხდნენ. ხო და სურას უთხრა მკვეთრი მოძრაობებისგან შეიკავე თავიო. იმას უთხრა არ დალიო და მე ვარ ასე კიდევ სვამ, კიდევ მკვეთრად მოძრაობ. მეც დავლებ. კიდეც ინერვიულებ. კიდეც ინერვიულებ ყველას მაგიდა. დაელოდე ყურძნის მოსავალს და ჭამე ყურძნად ტევნები. მე და თქვენ დავიგე. მე და შენ მაიკო. იმას კაი სიმღერა აქვს ერთი. საწნახლისკენ მიქეინ თავიო. სიმღერით ვაი სიმღერე გური თუ არ გესმევა და არ გეჭმევა. სამარხი ადგილი ნახე რა კარგად მე. მომეც მოხერხებული მან სიტყვებია მთავარი. საწნახლისკენ რომ მქონდეს ტუჩი მობრუნებული ერთში ტუჩია მეორეში პირი თუ თავი. საწნახლისკენ რომ მქონდეს თავი მობრუნებული რატო არ იმჩნევ ნინო რაფერი პურები დავაცხვე. ეთყობა ნახე. შემოახედე ის დიდი ბუხანკა რაფერი ეს პაწა ახლა რატო არაბობ დაწვია ვინც ხასო მე რომ ეწובה და მაშინ შემობრუნებული მაგ დამწვარი აქით ჩემსკენ მე შენს ნუ აჩვენებ და არ იქნება დამწვარი. ჩემსაც რო აჩვენებ კაია? აი ხალხო ზურას დაეწვა პური. დიდი ამბავია. ჩემი კვატა რო აღნიშნე
ის შენ დამწვარი ნაწილები ყველა ამოვჭერი კულტურულად. წვავს გაზი. მე არაფერს ვაშიარ. ნათიას აქ დავალებული შეიძინოს ახალი გასქურა. ხო, იმიტომ მაგრამ თურმე შესაძლებელი აქვს იგენი. კამფორები. ჟიკლიორები ქვია თურმე, რაც ჟიკლიორები. ის ყოფილა რა ქვია, რაღაცა ნაწილი, რაცშიც გაზი გამოდის, თურმე ბუნებრივი გაზისთვის და ბალონის ჩვენ ხსაველი გასხოვებული ყოფილა. საველე პირობებში ჩვენ გვჭირდება გაზის, თხევადი გაზის ბალონი, რომელიც ხან იმ ბუჩქთან მიდიეთ, ხან ამ ბუჩქთან. ნინო არა ამით თანახმადაკ მაყოფილი. არა. სტაციონალური სამზარეულო უნდა. კი, კარგი. ითხოვს. გემრიელი ელექტროტექნიკით აღარ მინდა აი ქვიჯა და ისა რა. კატლეტის მაგალ ხო ხედავ დღეს როგორ ვიღალატა. ახალ წელს ხომ იყავი პროფესიონალურ სამზარეულოში. ხო დავეწვა ინდაური. უნდა გეწვა ინდაური მაინც. ეს არა ვიწყდება მე რომ ინდაური დამეწვა და არა, მაგ ისტორიებში ყველაზე კაი ისტორია არის ის, რომ დეეშალა ხაჭაპური და წეიღო სახში გუჩის ჩანთით. აი ეგ ასჯერ რომ მოყვე არ მომწყინდება. ერთი ვერ მივიხერხე შენი ჩანთა, თორე ვაჩვენებ გუჩის ჩანთა რა არის და შენი ტილოს ჩანთა. ტილოს ჩანთა. ის ტილოს ჩანთა პირი აქვს ფართო და იყრება ყველაფერი თავისუფლად. საღამოს ვილ გადმოვყრი ხალიჩაზე ყველაფერს და თავიდან ვაწყობ დილას. გიმნაზისტსა, გიმნაზისტ. ო, ქუთაისური. შეუყვარდა მოგონი მუცა. კი პატარა ნაჭერტია. ისე ძლიერ შეუყვარდა რომ ცხელღომში თავი თუცა. ვინქნა ესო? ეს იმაში არ დაიდარდოში. იპოლიტე მღერის. რატო ჩხუბობ ამირა? რატო ჩემო გრამიდო? იმიტომ და ამიტომ. კაია ყველა ნინო. ბარკას გადმოგიდე პატარას. ხომე. პატარა კვატას ბარკალი. და პატარა. აბატელი დელია სიღვარული ძნელია. წავად კუჩა მოგიდე დაგიძახე. მას პინძელს ამხიარო. დევიძახე ფაქტი. ეგცა დამისხი გეიმეტე მაიტყემალი. ბაჟე ხომ არა დამისხი. ასე მიდებს მასაკო. პირველად ჭოც ამ წლის მოსავალ ყემავ და ჩეიქი. 100 წელიწად შენი ნახელავი. არ დედაკავს და არც მამა მაგრამ. მან და მაინც უდედმამიან რომ მახილა. არ დედაკავს არც მამა. გამაჟრიანა. რა დრო ჩემ დედა და მამა. რეიზა ნინო შარშან ყავდა და წელსაც რომ ყავდეს არ შეიძლება. ასე დამაწყარეს მე. კი შეიძლება და რომ ყავდეს შენც. მე დამყავდეს და არა უშავს. სამაგეროდ ბროწეულმა ხომ გეიხარა. ხო, არაფერ მარგი იმ ბროწეულმა არსად არ გაიხარა და მე გავგიჟდი რომ ვიდე დასხულები ქონდა. ჩემი ნათელამასწავლებელი ამბობდა საშინელი კაქტუსი ერთი, აი ხინო კაქტუსი რომ აქვს ძელიენები რომ აქვს. ის იდო კონსერვის კოლოფში ფანჯრის რაფაზე სკოლაში სკოლის ამბავს ყვები. ნათელა ჯაველიძე ყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებელი ქართულის უსაყვარლეს. შემოვიდა და ამ კაქტუსს აქ ამხელა ყვავილი, აი უჩვეულოდ. და არ დაიჯერა. აღნებო, აი მისია თუ მიამბი. საყვარელი. აღნებო, აი მისია თუ მიამბი. ერთი ისტორია მაქვს კიდე. ფანჯრები არ მქონდა, შუშები ჩატეხილი მქონდა, სტადიონთან იყო ჩვენი გაკვეთილი. მართლა? აბარა, და პარკს გააცოცხლე. მე აჩვეულებია. ფანჯრები იყო ჩატეხილი და ცელოფნები მქონდა გაკრული, პოლიეთილენი. შუშებს. და ასე მქონდა გამოხეული და გაყოფილი თავი ამ იმაში, ცელოფანში და სტადიონზე უყურებ თამაშობენ ფეხბურთს. და ისე შემოვიდა, ასე იყო ცელოფანი და ვერ გავიგონე. და ზურგზე მიკაკუნებს. შევარდნაძე, შემოყეიმა დამპალი თავში. არა შეუკიხარ. შევარდნაძე, ვერიტან და შევარდნაძე, ედვარ შევარდნაძე ვერიტან. მე მინდა ეხლა ვამხილო ჩალათაშვილი. ზურა დაასხი შენი ჭირიმერა. წელს ამან ვარდი გასყლა ჩემთან სუტიტველი დატოვა ტოტები, არაფერი ზეთ არ იყო. ზურიკო აი ამხელა ღერებზე გამოვიდა კონკრეტ. მე ამიხსენი მაი მე. გავი ამას ხელი ქონია მე არ ვიცი. მტარს აცოცხლებს. ახლა მაგან მაგით ვერ ხნა, ვარდით ვერ გასწლა და უღუპეთ. საოცარი ტოტები გამოუშვა, საოცარი. და პირდაპირ ეს უნდა გადავიყო სურათი, ლარის შემოვარ. ნუ რაფერი შავი შემხთან, მან და მაინც დამწვარი შემხთან. აი მე მაინც ნატო ნანახე. ეგა ხო კაი. ჭიქები გამომაწოდეთ თავს. იმერეთის ნიამო. გაბილოროგო. ეს არ არის ჩემო ყველას. ანეუდა, იმას რამე დარჩებოდა? არა. იმას ექიმის რეცეპტამდე გამოსვა თუ რამე იყო. ამაცის ახსი ატრიალებდა ბოცებს. ჯერ დალია და მერე წავიდა იქ. გულმაუსიღავარო. იმიტომ დარჩა ექიმთან წასასვლელი. როგორ გასოსნედა ამაცის
მასპინძელი მასპინძო როგორი იმერული სიტყვებია. თითქოს მეცხარე ცაზე აკაფისასეა ულილახინით სავასე როგორ გასცოლოსანედა ამაცის რა კაი სიმღერა. ღმერთო რარი აქიზია იმერული სიღავანული იმერლება მარიცია სიღავარულში სინანული ძირუა დანარაკო მამადე ნეტავრა მანაძილია იმერეთში გამომაღები არინანე ცი სადანა ციცია სადანა არაკთან არინანე საქარიქედიდანი სახარიდანი ეგზესტენჯო ის არის ზესტაფონი ხარაგაული ნადია მასწავლებელი გეშოდინებაში ნინო ეს კვატია დაარბილა ტყემალმა თუ რატო ასეთი საფუთი შეიცვალა და გაბუშბუშდა იმიტომ ითხარი აღარა იყო ცოტა შემარა ტყემალში რო გავაჩერეთ დამწვრებით დაარბილა ტყემალმა და გადასარევად გაბუშბუშდა ხო დღეს რა ნეტარებაში ვიყავით თქვით აღნიშნეთ ბატონი მურმანი ქუთაისო მეფერებოდა აქიდან ხო ჩემი ბაღიდან რა ბედნიერება იყო როგორ მღერის ეს ადამიანი გიჟდები მის ნამღერზე სახასიათო ძალიან და კიდე რა შევატყვე იცი მარტო სიმღერის კაცია გური მეთანხმები გეთანხმები იმდენად ინდივიდუალურად იმდენად თავისებურად იმდენად მისებურად მღერის რომ არ ჭირდება ზედმეტი შეწყობა და შეფოფინება მე აყოლა რა ძნელია რო იცოდეთ ეგ მე არ ვიცი მაგაზე შენ თქვი ჩვენ ხვალ კი გვაქვს თლაც სასწაული დღე და ბატონი მურმანი მოვიხელთეთ რახან მოვიხელთეთ აღარ გაუშვით და ქალბატონი მაყვალა ჩიხლაძე გვინდა რომ შევახვედროთ იმიტომ რომ არასდროს თურმე ერთად არ უმღერიათ ერთი თაობის ასეთ ორ მომღერალს რომელიც თავისთავად ორივე კაშკაშა ამბავია ერთად არ უმღერიათ და ძალიან მიხარია რომ ხვალ ჩვენი მაყურებელი პირველად ნახავს ორ ამ ნიჭიერ ადამიანს ერთად თვითონაც რაღაც 60-65 წლის წინ შევხვდითო თბილისშიო სადღაც იცნობ ერთმანეთს ძალიან დიდი ხანი არ გვინახავთ 65 წელი თუ არ უნახავს რაფერი ცნობა ქვია მაგას 65 ბევრია 50 იყოს აი 50 იყოს 50 მართლა იქნება ხო პატარა ახლოს თქვი გური 15 წელი პატარა ამბავია პატარა ახლოს მე იტყუე 15 და მეტანია არა რა ხეთა 65 და მე 50 15 წელი გააკრა რომ გადაუთვალე გამოდის 55 შედახიდა დათვალე და მე გითხარი ცოტა შენ თუ არ აღიღდგა დალევის ამბავი მე არ ვიცი რა ფერი განვითარდება მომდენი მე ვიცი შენ რა გაწუხე ნახე ამას რომ გებრიელესია ქუთაისლებს და მთელ იმერეთს საერთოდ აი ეს დამოკიდებულება აქვს მასპინძლობით უფრო ბედნიერი კუთხე მე რაღაცა რო ხვდებიან რომ მასპინძლობის შანსი ეძლევა და შენთან ყოფნის აი ყველაფერი შეუძლია დაივიწყონ და მიატოვონ და გადავდონ და რო შეხვდებიან და უცებ გეტყიან რო დაგინახავი გეუბნება შენ და ხედრას ელოდებოდა ახლა და მენიუს რო ჩამოთვლე უცებ რა შეიძლება კონდეთ სუფრაზე და იქვე წაქცეული ხარ ადამიანი და შენც უნდა დათანხმდე დანებდე უნდა სადაც არ უნდა გეჩქარებოდეს და ბენერატში მყავდა ასეთი მასპინძლები და ბედნიერი ვარ იმ ხალხის გახსენა. ასე უპოტენციალოდ რა ვაგაგიშვებ. ლაზარია. აღარ გეკითხებიან მე ლაზარია. დაკალი გატამ. აკალი მამალი. კარგია. ეს კარგია ძალიან. მე მახტი ჩემს მეგობარს ბინის საყიდად, სახლის საყიდად გადაწყვიტა რაღაცა გაყიდა თბილისში და გადაწყვიტა რომ თავის ფესვებს წეს პატივი და მამის და ბაბუის სახელზე იყიდოს სახლი ქუთაისში.
და მთხოვა შენო გამყევიო, ყველა გიცნობსო და გამყევი ქუთაისშიო. და ის 3 დღე არასდროს არ დამავიწყდება. ხო, ძალიან კუდაბზიკები და ამპარტავნები არიან. კი. მივდიოდით სახლის საყიდლად, სია ავიღეთ, ჩამოწერილი სია და დავიწყეთ ამ სახლების ნახვა. მივდივართ, უი, გამინახავენ მე კარებში. არა, დღეს ეგი სახლი არ იყიდა. ბატონო, ნახეთ განცხადებად მოვედით. აი ვიფიქრეთ. მე კი არ მიჭირს და არაფერი. მე შვილები ვიყავს ვაკეში. ჩემი შვილი ექიმია. ვიყვებოდნენ, ვეპატიჟებოდნენ, გვასწრებდნენ, გვაჭმევდნენ, გამოგისტურებდნენ. წავიდოთ მეორე სახლში. უი, გამინახავდნენ მე. მობრძანდით თქვენ ჭირიმე, მიგუღებდნენ სტუმრად. ხო. სახლი თუ იყიდებაო, შეგუსწრება და ვერ ვიკითხავთ წავიდოდით. წარმოვიდგენელი დღეები მქონდა. იგი დღეს არ იყიდება. არა, დღეს არა. დღეს ვქეიფობთ. ქუთაისი სუბუქი ქალაქი. როგორც რეზო გაბრიაძის წიგნის იმაში წერია, წიგნში შესავალი როა პროლოგი თუ რამეა. თუ ეპილოგი, აი რაღაც პატარა ისო წერია, იქ წერია, რომ ქუთაისი უფრო აი თბილისთან შედარებითო ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ აზრს გადმოცემ. არის სუბუქი ქალაქი, ისინი სუბუქად იცინიანო, სუბუქად ტირიანო, სუბუქად დარდობენ და სუბუქად მიდიან ამ ქვეყნიდანო. და მართლა სიმღერებიც თუ ეგეთი არის რაღაცნაირი. ის გონია რომ ერთია მთლად ის თელი იმერული სიმღერა და დააჭერს. ერთია ეგ, ერთია. მართლა ერთია? ერთია მე ემატებოდა, მე აკლდებოდა და ესე რა. გურამ დოჩანაშვილი ამბობდა რომ საქართველოში ყველაზე კარგი იუმორი არის ქუთაისური. და მე ვეუბნებოდი რომ არა გურული და გურულიო არის სიტუაციური იუმორი. ეს სიტუაციაში იტყვია, უცებ და გეივლა. ამათ აქ რაღაცა სხვანაირად დამწიფებული იუმორიო და მე რა ვიცი, ჩემთვის ახლა ხან ის უფრო ახლობელი იყო, ვედავებოდი ხოლმე. ბატონ გურამს დაეჯერება. ბატონ გურამს დაეჯერება. კი, ქუთაის კარგად იცოდა. რეზო ჭეიშვილი იყო კიდე გადასწარები ქუთაისელი. უფ, რამდენი გინდა რომელი ერთი. ჩემი თანა მე ვამბობ, მე ვისაც მოვსწრები ვარ. ვისაც არ მოსწრები ხარ, კიდე იმ დაფასთან ვისაც არ მოსწრები ვარ, ეგენი არიან. იცი რა, იმ დაფასთან რო ჩაივლი ადამიანი იმ გიმნაზიის დაფასთან და არ გაშეშტები. მე ვფიქრობ, რომ ძარღვი არ გიტოკავს. როგორი სახელი და გვარები წერია. ის კმარა, სხვა რო არაფერი არ ეკნათ. მარტო ის არ კმარა ერთ სკოლაში რო იმდენი ადამიანი ისწავლის. სასწაული ამბავია იქ. კი, ნამდვილად. და ის რამდენი რამეა მოსაყოლი, სათქმელი. მე ვგიჟდები უბანია ბჟოლები ერთი ქუთაისში და იმ უბანზე ვგიჟდები. იქ გონია რომ განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს. აჰა. უცხოებიც გეპატიჟებიან. ეგეთი რამე სხვაგან არ ხდება. ობძანდი შენიჭირებე, დაბძანდი შენიჭირებე, მიირთვი შენიჭირებე. მე აქედან რომ მივდივარ. და ქუთაისლებს სახასიათო და რაღაცა ამის გასვიადება უყვართ, ცოტა ხო? კი, გალამაზება. გალამაზება. გური გახარებულია ქუთაისში მიდის, იტალიელებს უნდა დახვდეს აეროპორტში. ვა, მართლა გური, ხო, შევხვდები. არა, ეგ მომავალ კვირას, მაგრამ ეხაც მივდივარ აქედან. უი, ჩემი მეგობარი არის იქიდან და ჩადის ხოლმე ამ პერიოდში სულ და ისინი ისინი გარსვამ და არაფერი და. ექიმმა რომ აგიკრძალა. აი, არაფერს არა ეგ უკრძალა. დალევ აგიკრძალა. ნუ აზვიადებთ. მაგრამ გაუარა, 5 დღე არ დაულევია და გაუარა. ხოჭო ის ექიმ ჩვენ მაყურებელია. მოვიკითხოთ აქიდან. აი, ნაი როგორ ცოტა უფრო მკაცრად რომ აგეკრძალათ, აჯობებდა ბატონო ექიმო, მაგრამ სადაა? ასე რომ გვინდა. ჭირვეული მეზობელები ამირანა და გარამიდონი დაობენ ვერ გავუყვიათ გვალითი და ზესტაფონი რატომ ჩხუბობ ამირა რატომ რისთვის გრამიდო ამიტომ და იმიტომ რომ ამიტომ ზესტაფონში კვერცხი ვჭამე ძირულაში კვერცხის გული ქუთაისში მერი ვანახე იმანა მოკალა ჩემი გული ქუთაისში მერი ვანახე იმანა მოკალა ჩემი Rashobi, bicho akserdi rashobi Sheni kalis khasabjeba sheni girashobi მე მგონი რომ ამ შესანიშნავი განწყობი თელი დიდი ვედრო გვირილებით ჩემო ქუთაისელებო კიდევ ერთხელ მოგეფერებით
მოგილოცავთ ქუთაის ქალაქობას, აგახაროთ, გაგაძლიეროთ და თქვენი ირგვლივ დანარჩენი საქართველო იმყოფოთ ყველას კარგად და ყველა კარგად ვიყოთ სიხარულით და სიყვარულით. კარგად ვიყავით. გილოცავთ.